იყვნეს ანტიოქია შინა მსგავსად კრებულისა მის წინასწარმეტყველი და მოძღვარნი ბარნაბა და სვიმეონ, რომელიც ერქვა ნიგერ და ლუკიოს კვირინელი და მანაინ, რომელიც იყო ძუძუსმტე ჰეროდე მეფისა და საული. მე-13 თავის პირველი მუხლი წავიკეთ ახლა ჩვენ. აქ ერთი მნიშვნელოვანი მომენტია, რომ დასახელებულია ვინმე კაცი, რომელსაც ქვია სახელად მანაინ და ის იყო ჰეროდე მეფესთან ერთად გაზრდილიო რა. თქვენ იცით რომ სახარებაში რამოდენიმე ჰეროდეა მოხსენებული, არც ერთი მოგლეთ პროექტიდან დადებითი პერსონაჟი არ იყო, მაგრამ თავარი რა არის ახლა ჰეროდეებზე არ ვისაუბრეთ, ჩვენ ადრე გვაქვს მგონი ამ თემაზე ვისაუბრეთ და თავარი ის არის რომ ერთად იზრდებოდა ორი ადამიანი, ჰეროდე და ეს ვინმე მანაინ, მაგრამ ჰეროდე იყო ეკლესიის და ღვთისმდევნელი და ეს კაცი უკვე წინასწარმეტყველად ისე მოიხსენიება. ანუ იყო ღვთისმსულიერი და მორწმუნე ადამიანი, ამით ჩვენ წმინდა წერილი გვამცნობს რომ მარტო აღზრდაზე არ არის დამოკიდებული ყველაფერი. შესაძლებელია მშობელმა, მასწავლებელმა იქნება თუ აუცილებლად ლექტორმა ეცადოს და ყველაფერი გააკეთოს იმისთვის რომ ადამიანი როგორც კარგი პიროვნება გაიზარდოს და ეცადოს რომ გაზარდოს, მაინც არაფერი არ გამოვიდეს და უორგისი და ცუდი ადამიანი გამოდის, ამიტომ ბუნებაზედაც არის ყველაფერი არის კიდე რაღაც გარკვეულწილად დამოკიდებული რა. მაგრამ ეს არნიშნავს რომ ჩვენ არ უნდა ვეცადოთ რომ ადამიანი სორგზაზე დავაყენოთ. ჩვენ ახლა ვიც დაოჯახებული ხართ, უნდა ვეცადოთ რომ ჩვენი შვილები ნორმალური ადამიანები გავზარდოთ. ნალ თუ ადამიანი პედაგოგია უნდა ეცადოს რომ მოსწავლის მიცეს როგორც განათლება, ასევე სულიერი საზრდოც უნდა მიეწოდოს, მასწავლებლის დანიშნულება არ არის მარტო საგანი ასწავლოს, ხო? სკოლაში მასწავლებელმა სულიერ აღზრდაზედაც უნდა იზრუნოს ბავშვისას. სწორი მიმართულებები უნდა მიცეს, პრიორიტეტები უნდა დაუსახოს და იმიტომ რომ სკოლას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ცხოვრებაში. მე უმაღლესი სასწავლებლიც იმდენად არა, იმიტომ რომ უმაღლესი როცა აბარებს ადამიანი, უკვე ჩამოყალიბებული პიროვნებაა რა. და ოჯახი, სკოლა არის ის სამკედლო, სადაც ჩვენი მომავალი იჭედება. რა თქმა უნდა, მე უმაღლეს სასწავლებლებშიც ადამიანი რაღაც პროფესიული განათლებას ღებულობს, თუ იქნება, რა ვიცი, ახლა იმ სპეციალობაში არჩევს, რაც უნდა რომ გამოვიდეს და მოკლედ ეს კიდევ სხვა და უცელი თემა, მაგრამ თავარი ის არის, რომ ყველა ადამიანი შეიძლება ჩამოყალიბდეს სრულყოფილ და კარგ ადამიანად, ამას დამოკიდებული მისი მასე და გარემოზედაც არის დამოკიდებული, მაგრამ მარტო გარემო ამ შემთხვევაში როგორც ჩვენ ვთქვით, ამ გარემო ვერ მოახდინა გავლენა ჰეროდეს. და რაც შეეხება მანაინზე, ის იყო გამორჩეული ადამიანი და მოხსენებულია საკმაოდ სიკულთა მე-13 თავში. დავიდ რეიგინი მსახურებდეს უფალსა და იმარხვიდეს, ქვამაც სულმან წმინდამან. გამომირჩიეთ მე ბარნაბა და საულე, საქმესა რომელსა მე უწყოდი მათ. თქვენ იცით რომ საქართველოში არის უამრავი სექტა და ერთ-ერთი ესეთი ყველაზე გავრცელებული სექტა რასელიტების სექტას რო უწოდებენ, ხო გაიგია? რასელიტები ამბობენ რომ არც ძე არის ღმერთი, არც სულიწმინდა არის ღმერთი და მე-13 თავის მეორე მუხლში რა წერია ახლა ამას მივაქციოთ ჩვენ ყურადღება. სულ წმინდამო უთხრაო მათ. ანუ სული წმინდა გამოდის არის პიროვნება და ასეც არის რა. და ამ მუხლიდან და კიდე სხვა უამრავი ადგილებიდან წმინდა წერილიდან დასტურდება რომ მამაც და სული წმინდა არის ღმერთი ჭეშმარიტი, მამაც ღმერთია, ძეც და სული წმინდაც. ანუ სულმა წმინდამ უთხრა მათ რომ ორი კაცი გამომირჩიეთ. მაგრამ ზოგიერთი ამბობს სული წმინდა ეს არის ძალა, ენერგია, არა, ის პიროვნებაა, იმიტომ რომ ძალას და ენერგიას არ შეუძლია ვინმე გამოარჩიოს, ხოლმე პიროვნება არჩევს და ესე მოუწოდა და გამოირჩია ორი კაცი, ბარნაბა და საულე, საქმესა რომელსა მე უწოდი მათ. მაშინ იმარხეს და ილოცეს და დაასხეს მათ ძე და ხელნი მათი და განუტენეს. ამ როდესაც პავლე და ჯერჯერობით საულე, მე დაერქვა პავლე, ბარნაბა და საულე იქნა გამორჩეული, იმისთვის რომ მათ გადმოსულიყო სულიწმიდის მადლი, წინასწარ იმარხულეს, ილოცეს და ამის შემდეგ დაასხესო მათ ხელი. ესენი უკვე მითასაც არიგზავნეს სულისამირ წმინდისა და კიდევ ერთი ესე იგი მითითება, რომ სულმა წმინდამ გააგზავნა ისინი. ღმერთმა შთავიდეს სელევკიად და მიერნავით და წიახდეს კვიპრეთ. ჩვენ როდესაც ვიყავით კვიპროსზე, გახსოვთ რომ იქ როდესაც ჩვენ დახვდე ერთი კაი ადამიანი, აკაკი მე დავდიოდი სხვადასხვა ტაძრებში, ერთ-ერთ მონასტერშიც ვიყავით მისული, სადაც გვაჩვენეს ადგილი, სადაც 4-მა მოციქულმა მონათლა წმინდა ირაკლი ეპისკოპოსად კვიპროსისა. ხო? და სწორედ ერთ-ერთი ორი მათგანი იყო, ეს იყო პავლე მოციქული და ბარნაბა. და
და კვიპროსზე გადავიდნენ აღწერია და შერავიდეს სალამინდ ქალაქი იყო ასეთი უთხრეს სიტყვას ამას ფრისასა შესაკრებილ სამას შორის ორიათა თანა ყვანცა იოანეცა მსახურად და ებრაელებს ასეთი ტრადიცია ჰქონდათ, როდესაც მიდიოდნენ ამ თვით ქვეყანაში, პირველ რიგში შედიოდნენ ხოლმე ვინც მორწმუნე ებრაელი იყო, შედიოდნენ მათ თავიანთ შესაკრებელში სინაგოგას რო უწოდებდნენ. ხოლო სინაგოგაში ასეთი ტრადიცია არსებობდა, როდესაც წმინდა მიწიდან იერუსალიმიდან ვინმე ჩამოვიდოდა და შესაკრებელში მივიდოდა, იქაური ადამიანები აძლევდნენ უფლებას წმინდა მიწიდან ჩამოსულებისთვის, აძლევდნენ წმინდა მიწიდან ჩამოსულების უფლებას, რომ მათთვის ეთქვათ რაიმე. და ეკადაგათ და მოციქულები იცოდნენ ეს ყველაფერი და ამას იყენებდნენ იმისთვის რომ უფლის სიტყვა გაივრცელებიათ ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში. პავლემ, საულემაც და ბარნაბამ იცის რომ მათ მიცევენ უფლებას სინაგოგაში ქადაგების და მიდიან პირველ რიგში სინაგოგაში. და მათთან ერთად იყო იოანე. იოანეში ვინ იგულისხმება? მარკოზი იგულისხმება, იმიტომ რომ მარკოზ მახარებელს ორი სახელი ჰქონდა იოანე მარკოზი. დავითარცა მოვლეს ყოველი იგი ჭალაკი ვიდრე პაფონდე. პოვეს კაცი ვინმე მოგვი, ცუწინასარმეტყველი ხურიაი, რომლის სახელი ბარიისო. იყო იქ ერთი კაცი, მოგვი მკითხავი, ჯადოქარი, ჭყიბავები, ესეც უამრავი არიან და მაშინაც სამწუხაროდ იყო ერთი ასეთი კაცი, რომელსაც სახელი ერქვა ბარიისო. რომელი იგი იყო მთავრისა მის ანტიპატისა თანა სერგის პავლესა, კაცისა გონიერის ამან მოუწოდა ბარნაბას და საულის და ეძიებდა მათთანაც სიტყვასა ღვთისასა. და როდესაც გაიგო იქაურმა მთავარმა, ვირმე სერგი პავლემ ასეთი ხალხი ჩამოვიდა ორი ბარნაბა და საულე და ეს გონიერი კაცი იყო როგორც ახლა ჩვენ წავიკითხეთ გონიერებაში იგულისხმება რომ სერგი პავლე იყო ღვთისმეძიებელი ადამიანი ნამდვილი გონიერება და განათლება თქვენი ციტასაც ნიშნავს განათლებულობა წიგნიერებას არ ნიშნავს შეიძლება ადამიანს მაგალითად იცოდეს კონდეს საკითხული უამრავი საღვთისმეტყველო შრომები იცოდეს ბიბლიაზე პირად და თქვენი ცით რომ საკუთარ დღეს შეიძლება შეხვდეთ ის სექტანტს თუ ადამიანს რომელსაც ისეთვის უმაღლესი სასწავლებელი აქვს სასულიერო დამთავრებაში, რომ ზეპირად იცოდეს მოხლები, თუ საწერია სულიწმინდის მართლობას და ასე შემდეგ, მაგრამ მარტო ცოდნა არ ნიშნავს, ცოდნაში არ იგულისხმება, რომ ის ადამიანი სულიერი ადამიანი. სულიერად მაცხოვრებელი ადამიანი არის ის, რომელიც ცხოვრებითაც იმ ცხოვრებით ცხოვრობს, რასაც ჩვენ წმინდა წერილი გვასწავლის. და სერგი პავლეს სწორედ ასეთი კაცი იყო, ის გონიერი ადამიანი და თახმერს ეძიებდა. ღმერთს ეძიებდა და რომ გაიგო ასეთი ორი კაცი ჩამოვიდაო წმინდა მიწიდან ისინი დაპატიჟა საკუთარ სახლში. ხოლო უხმდა მას ელვიმას მოგვიგი და რამით ეს გამოითარგმანების სახელი მისი და ეძიებდა გარდაქცევას ანტიპატიისა სარწმუნოებისაგან და ეთყობა ეს მოგვი ბარიისო დაახლოებული იყო სერგი პავლესთან და სარგებლობდა ახლა. მისი კეთილგანწყობით. გონიერი და პატიოსანი კაცი იყო და ეს მოგვი ეთყობა რაღაცებს ესაუბრებოდა და იქიდან მოკლედ სარგებელს ღებულობდა და რო დაინახა მოგმა რომ ბარნაბა და საულე ღმერთის შესახებ დაიწყეს საუბარი იფიქრა რომ ახლა ეს შემოსავლის წყარო ამ კაცის სახით მეო შეიძლება ხელიდან გამომიცალოსო და სულ ცდილობდა რომ ბარნაბა და საულე ამ სერგი პავლისაგან მოეშორებიან და ამის შემდეგ არის მე-13 თავის მე-9 მუხლში წერია ხოლო საულე რომელსაც პავლე ანუ მე-13 თავის მე-9 მუხლიდან მოციქული პავლე სწორედ სამსახელით პავლეთი მოიხსენიება. და არსებობს ასეთი მოსაზრება, რომ პავლე მოციქულის პირველი ქადაგების შემდეგ, პირველად რო იქადაგა და პირველი კაცი რომელიც მის ქადაგების შემდეგ იქნა მოქცეული, სწორედ ეს სერგი პავლე იყო. ამის გამო ასეთი მოსაზრებაც არსებობს, რომ საულემ თავის მიერ მოქცეული ამ გონიერი და კარგი კაცის სახელიც დაირქვაო. ასე არის, ასეთი მოსაზრება არსებობს. და ახლა პავლე მოციქული ეკითხება და ეუბნება ცრუ მოგს, ცუწინასწარმეტყველს, ხო ის სავსეო ყოვლითა ზაკვითა და ყოვლითა მანკიერებითა შვილო ეშმაკისაო და მტევრო ყოვლისა სიმართლისაო არა დასხრია გარდაქცეო გზათა მოციქულისა და წრფელთა და ის მნიშვნელოვანი რაღაცა პავლე მოციქული ბარიუსს მოიხსენიებს ეშმაკის შვილად სიმართლის მტრად და ესე სახალხოდ მას შეურაცხყოფს შეიძლება ასე იფიქროს ვიღაცა მაგრამ აქ რა იგულისხმება პავლე მოციქული ამ კაც ბარიუსის სიმართლეს ეუბნება ყველაფერს. თქვენ ხო იცით რომ არის ესეთი ქართული გამოთქმა ზოგჯერ თქმაჯობს არათქმასო, ზოგჯერ თქმისგან დასავშებისო, ხო? ხანდახან საჭიროა ხოლმე სიმართლე ადამიანს პირადად უთხრა და პირდაპირ უთხრა. არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც რაღაც გარკვეული მიზეზების გამო შეიძლება გაჩვენდე იმ კონკრეტულ მომენტში სათქმელი, მაგრამ მე აუცილებლად უნდა თქვა. მაგრამ პავლე მოციქული თავისი მოშურნეობიდან გამომდინარე, თან ის იყო, როგორც გითხარით, მოციქულთა შორის
ყველაზე გამორჩეული და თავისი პირდაპირობით და სამართლიანობით ესეთი გამოჩენილი და გამორჩეული ადამიანი და ესე პირდაპირ უთხრა ამ კაცს ის სიმართლე რაც მას ეკუთვნოდა აწესერა ხელი უფლისა აი შენზე და იყო შენ ბრმა და ვერ ხედვიდე მზესა ვიდრე ჟამადოდე მეხსოვნა დაიცა მისე და არმური და ბნელი და მივიდოდა ეძიებდა მძღვარსა ახლა მორწმუნე ადამიანის შესახებ მაცხოვარი ამბობს თუ გექნებათო დოგის ოდენა სარწმუნოება თასს რო ბრძანოთ ჩავარდებო წყალშიო და ჩვენ ვხედებით პავლე მოციქულის სიტყვის შემდეგ ეს რომ მოგვი დაბრმავდა მაშინ ვითარცა იხილა ანტიპატონმა რა იგი იქნა რწმენა და განკვირვებულსა მოძღვრებასა მას ზედაუფლისა და წარმოერა ვიდეს პაპოი და ამის შემდეგ ეს რომ დაინახა სერგი პავლემ და მიხვდა ვისთან იყო სიმართლე იმიტომ პავლეს არ უფია შენ დაბრმავდიო აღლა შეიძლება დაბრმავება ძალიან ისეთი მძიმე რაღაცა ყველა ადამიანის ცხოვრებაში ღმერთმა ყველა დაიფაროს ხო მაგრამ არის ესეთი მომენტი რომ ღმერთის დაშვებით ადამიანს რაღაცა განსასწრელი დაატყდება ხოლმე თავს ამ შემთხვევაში როგორ უნდა მივუდგეთ ჩვენ ქრისტიანები ამას ხო წმინდა მომები ამბობენ რომ განსასწრელი ეს არის ძირითადად ჩვენ თავზე რო ვიგულისხმოთ ჩვენი ცოდვებიდან გამომდინარე შესაბამისად განსასწრელის დროს თუ ადამიანი არ გონიერი უნდა დაფიქრდეს და ღმერთს კი არ უნდა გაბრძანდეს იმ ამ განსასწრელის მოწევის მიზეზს უნდა შეებრძოლოს და მიზეზი როგორც ვთქვათ ცოდვა არის და თუ ადამიანი ამას კარგად მიხვდება და უწყებს ღმერთს ბრძოლას კი არა ცოდვის წინააღმდეგ დაიწყებს ბრძოლას შეესწრება გამოსწორებას და აუცილებლად მერე დადებით შედეგი დამთავრდება ყველაფერი რა ასევე ეს განსასწრელს ასე უდგებოდი ქრისტიანები რა მაშინ ვითარცა იხილა ხო თქვით წარმოირავიდეს პაპოით პავლე და მისთან ანიგი წიახტის პერგით პამფილიისა ხოლო იოანე განიშურა მათგან და მიიქცა მუნვე იერუსალიმეთ იგი და ხო იონეში როგორც ვთქვათ მარკოზი გულისხმება რატომ მოშორდა ბარნაბას და პავლეს იოანე ხო ამის შესახებ მარკოს მახარებელი თანახმად ერთი რაღაცაც უნდა ვიცოდეთ რომ ბარნაბა მოციქული და მარკოს მახარებელი იოანე წოდებული იყვნენ ნათესავები და ახლა მიზეზი რატომ მოშორდა ბარნაბას და საულეს წმინდა მარკოზი ხო ამის შესახებ რამოდენიმე მოსაზრება არის ერთ-ერთი ის არის ახალგაზრდა იყო მარკოზი და ვეღარ შეძლო ახლა დიდხანს მათთან ერთად მოგზაურობა და უკან დაბრუნდა მეორე მოსაზრებაც არსებობს ახლა რომ ბევრი მოსაზრებებია მე მარტო ორს ვიტყვი როგორც ვთქვათ ნათესავები იყვნენ ბარნაბა მოციქული და წმინდა მარკოზ მახარებელი თქვენ იცით რომ ბარნაბა მოციქული უფრო ადრე გახდა ქრისტეს მოწაფე და მერე გახდა პავლე მოციქული ხო და ნუ თავიდან ახლა ეკლესიაში მოსვლის ესე იგი დროით თუ განსაზღვრავთ ბარნაბა უფრო პირატესი იყო პავლეზე მაგრამ ჩვენი ვხედებით რომ ამ ქადაგებაში და სერგი პავლეს მოქცევაში ბარი იისუს მოკლედ განჯაში წარმართველი ვინ არის პავლე მოციქული და არსებობს მოსაზრება რომ ადამიანური მომენტი იყო მარკოზის ცხოვრებაში რომ თავის ბიძის წინ რომ დადგა პავლე და ამის გამო წავიდა. მოკლედ ეს მოსაზრებებია, შეიძლება ესაც არ არის, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ როდესაც უკან დაბრუნებას გადაწყვიტავთ, ჩვენ ამას წავიკითხავთ, მარკოზი პავლე მოციქული უარს ამბობს. ჩვენ ის არ უნდა წამოვიყვანოთ, არ უნდა წამოვიდეთ ჩვენთან, იმიტომ რომ როცა დრო იყო ჩვენგან წავიდა. ანუ პავლე მოციქულის როგორც ჩანს, გული დაწყდა, რომ მარკოზ მახარებელმა ის დატოვა, მოკლედ შუაგზაზე. მაგრამ ეს არის ფიქრობთ, რომ რაღაც აკნინებს, ამცირებს მარკოზ მახარებელის ღვაწლს, რომელიც ეკლესიის წინაშე გაწია. არამს და არ უბრალოდ აქ ადამიანური მომენტებია და წმინდა წერილში ადამიანური მომენტების ასე აქცენტირება იმიტომ ხდება, რომ ჩვენ დაგვანახოს უფალმა, რომ მოციქულები ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ და იმათაც ჰქონდათ რაღაცა მომენტები, როდესაც შეიძლება ისე არ უნდა მოქცეულიყვნენ, როგორც მოიქცნენ რა. ასე რომ დღევანდელ დღესაც დღევანდელ ჩვენ ცხოვრებაში გადმოვიტანოთ, ხო? დღეს ძირითადად ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა სასულიერო პირების გამო ხდება, ხო ასე ჩვენ ბეჯერ გვითია კიდე გავიმეორებ. ადამიანებს ბევრს აფრკოლებენ სასულიერო პირები თავიანთი ქმედებების გამო, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვამბობთ ხოლმე და ეკლესია ჩვენ გვასწავლის, რომ მღვდელი ჩვეულებრივი ადამიანია, შეიძლება მასე შეეშალოს, მაგრამ ეს არნიშნავს, რომ მღვდლობა როგორც ასეთი არის არაწმინდა და ცუდი, ხო? ეს პიროვნებაზეა დამოკიდებული, რა პიროვნება არის შეეშალა და შესაძლებლობისად პიროვნული შეცდომა არ უნდა განვაზოგადოთ თლიანად ამ მსახურებას, რომელსაც მღვდლობა ქვია. იგინი განვიდეს პერკით და მივიდეს ანტიოქიიდან და პისიდიისა. შევიდეს შესაკრებეცა მასა დღესა შაბათსა და დასხდეს. თან ახლა ჩვენ რო ვამბობთ ისინი წამოვიდნენ პერგით, მივიდეს ანტიოქიად,
ახლა ამ ერთ წინადადებაში 10-100 მეტრი კი არ იგულისხმება. საკმაოდ ეს როგორც ამბობენ, იმისთვის რომ ჩასულიყო ანტიოქიაში, ძალიან საშიში გზები უნდა გაგიოლოთ რა. ან ძველად გადადგილების ესე იგი გადადგილებისაც ძალიან დიდი საფრთხე იყო ხოლმე მოსალოდნელი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ყაჩაღი, მძარცველი იყო და დაწწოდა, ესე მოგზაურობა არ იყო ადვილი. მაგრამ მოციქულები სულიწმიდის მადლით გაძლიერებული დადიოდნენ ერთი ქალაქიდან მეორე ქალაქში მიუხედავად გასასწელისა, პრობლემისა, დაბრკოლებისა და თავის მისიას ისინი ასრულებდნენ. წმინდა წერილი ამით ჩვენ გვასწავლის, რომ როდესაც ადამიანი აირჩევს რაიმე პროფესიას, მთელი გულით, მთელი სულით და მთელი გონებით უნდა ემსახუროს მას და ყველაფერი კეთილსინდისიერად უნდა შეასრულოს. განსაკუთრებით სასულიერო პირებს ეხება, იმიტომ რომ ჩვენი მსახურება ძალიან საპასუხისმგებლო კი არის საპატიო, მაგრამ უფრო მეტი პასუხისმგებლობა არის და შესაბამისად ღმერთმა ყველა სასულიერო პირს მისცეს ზალა, მოგცეს ზალა, რომ ჩვენი მსახურება კეთილსინდისიერად შევასრულოთ რა. და აღმოიკითხეს შული და ისევ მიდიან საათ შესაკრებელში. შესაკრებელის სინაგოგა იგულისხმება. ხო გახსოვთ სინაგოგები როდის დაარსდა? თავიდან მოგაგახსენებთ ახლა, შეიძლება ბევრმა იცით, ვინც არ იცით მათ გასაგონად. თავიდან ერთი ტაძარი იყო მარტო წმინდა მიწაზე, ეს იყო სოლომონის მიერ აშენებული სახლი, სადაც მიდიოდნენ ებრაელები და ლოცულობდნენ. მაგრამ როდესაც ნაბუქოდონოსორმა დაატყვევა ებრაელები, იუდეველები, აიღო სახელმწიფო, რომელსაც სახელად იუდეა ერქვა, ებრაელები გადაასახლა ბაბილონში, ანუ ებრაელები ფიზიკურად დაშორდნენ ტაძარს. ამ დროს ნაბუქოდონოსმა ტაძარი პირველი დაანგრია კიდეც. აღარ ჰქონდათ ებრაელებს შესაძლებელი სადაც შეგრებილი იყვნენ და იმის გამო რომ შესაძლებელი არ ჰქონდათ ტაძრის აშენება სხვაგან შეიძლება და მხოლოდ ერთი ტაძარი იყო თელ დედამიწაზე, იმისთვის რომ ებრაელებს არ დაეკარგათ თავისი რელიგიური იდენტობა, ეთნიკური ახლა ერთობა, ამიტომ ღვთის კურთხევით იქ ააშენეს სპეციალური შენობები, რომელსაც სინაგოგები უწოდნენ, იკრიბებოდნენ იქ ებრაელები, ერთად კითხულობდნენ წმინდა წერილს და მერე განმარტებებს აკეთებდნენ. აქედან იღებს სათავეს სინაგოგები, რომლებიც ახლა ჩვენ ქალაქშიდაც არის და სხვა ქალაქში არის კიდე აშენებული, ხო? და იქ მივიდნენ მოციქულები და ეუბნებიან იქ შეკრებილ ადამიანს. კაცო ძვანო უკეთ ვარ თქვენთანა, სიტყვა მიგიშნიცა მიერისა ამის მომართ იტყოდე. დაღდგა პავლე, ანუ როგორც გითხარით ებრაელები როცა გაიგებდნენ რომ წმინდა მიწიდან მოვიდა ადამიანი, კიდევ ვიმეორებთ ამას, თხოვდნენ ადგილობრივები ჩამოსულებს რომ რაღაც რამე გითხარით წმინდა მიწიდან, იმიტომ რომ იერუსალიმი იყო წმინდა ქალაქი და იქიდან ჩამოსულ ადამიანს განსაკუთრებით პატივით ექცეოდნენ. აღდგა პავლე და განუყარა ხელი, რაითად დადუმდნენ და თქვა, ანუ ხელით აჩვენა რომ დააწყნარა სინაგოგაში შეკრებილი ყველა ადამიანი, გააჩუმა და იწყებს გადაგებას. კაცნო ისრაელიანო და რომელი მოშიშნი ღვთისანი ხართ ისმენეთ. ანუ დაინახეთ ორი კატეგორიის ადამიანებზე ესე იგი მოუწოდებს პავლე მოციქული. ისრაელებს, ანუ ებრაელებო და მორწმუნეებო და ღვთისმოშიშეებო. ანუ იქ იყვნენ შეკრებილი სინაგოგაში ადამიანები, მაგრამ ზოგი მათო ეროვნებით ებრაელი იყო და იჯდა იქ იმიტომ რომ ნამჯდარი იყო, იმიტომ რომ ასე იყო ტრადიცია და იყო ნაწილი რომელიც ღვთისმოშიში. სამწუხაროდ დღესაც ასეა, ხო? ადამიანების უმრავლესობა დღეს საქართველოში ამბობს, რომ ვარ მართლმადიდებელი ქრისტიანი. მონათულები არიან დიდებულფალს, მაგრამ ეკლესიაში არ დადიან. ღვთისმოშიშება მაშინ შეიძლება ღვთისმოშიში უწოდო ადამიანს, როცა ცდილობს რომ ღვთისმსახურებები დაიცვას. რამდენია ჩვენ ქვეყანაში, რამდენი პროცენტია ეს. მოკლედ აი ესე მიმართა პავლემ, ღმერთთან ამის ერისამან გამომირჩია მამანი ჩვენი და ერი აღამაღლა და ამის შემდეგ უწყე ახსენებს იმ გზას, აღარ წავიკითხავ ახლა ამას, ეს შეიძლება თქვენ გადაავლოთ თვალი, იმ ისტორიას რაც გადახდათ ებრაელებს თავს. პავლე მოციქული ამას ეუბნება და ახსენებს ებრაელებს და ამის შემდეგ მოდი გავაგრძელოთ იქიდან რომ 29 მუხლიდან გავაგრძელოთ. დავითაც იგი აღასრულეს ყოველივე რომელი მისთვის წერილი იყო, გარდა მოხდეს იგი წელისაგან და დადის თაფლავსა, ვიზი არის აქ საუბარი. ხო ახლა 22-დან წამიკითხა ბოდიში და მაცხოვარზე ამბობს, რომელიც ახლა რა ვისევილოდებოდნენ ებრაელები. მთელი ძველი ახლის განმავლობაში მესიას. მოვიდა მესია და ებრაელებმა მიიღეს, არ მიიღეს, ჯვარზე გააკრეს ჯვარზე, შემდეგ ის ჩამოხსნეს როგორც ჩვენ ვიცით წმინდა წერილიდან, ჩამოხსნეს მაცხოვარი, დადის საფლავში, ხოლო ღმერთთან იგი აღადგინა მკვდრეთი. და შემდეგ უთხრა იმას, რომ თქვენ იცელოდებოდით, მესია მოვიდა, თქვენ მე ჯვარზე გააკარით, ის დადევით საფლავში და თქვენ ხო იცით როგორ გავუკეთეს ახლა იმისთვის რომ ებრაელებს არ მოეპარათ როგორც ფიქრობდნენ ახლა წიგნოვნები და ფარისევლები, დაბეჭდეს საფლავი, მაგრამ ჩვენ ვიცით რომ
ეს დაბეჭდილი საფლავიდან ისე რომ საფლავის ბეჭედი არ დარღვეულა, მაცხოვარი აღდგა ყუდრეთით და ამის შემდეგ მრავალს გამოიცხადა ჩვენი ციტრომე 40 დღე ეცხადებოდა მოციქულებს, მე 40 დღეს ამაღლდა 51 სულიწმინდა მოიფინა მოციქულებს და დაარსდა ახალი აღთქმის ეკლესია. და თქვენ გახარებთ მამათა მიმართ ქმრის ამას აღთქმასა. ანუ ჩვენ ვართ ის ხალხიო, რომელიც უნდა გახაროთ ის კეთილი უწყება, რომელსაც ჩვენი მამები ელოდებოდნენ. და ვითარცა ფსალმუსა მეორესა წერილ არის ვითარმე ძე ჩემი ხარი შენ და მე დღეს მიშობია შენ ხოლო რამე თუ აღადგინა იგი ყდრეთი და აღარა ეგულებოდა მიქცევე გახსასნელად ესე თქვა ვითარმე მიქცე თქვენ წმინდა იგი დავითის სარწმუნოა ჩვენ ვიცით რომ მაცხოვარი დაიდო საფლავში მისი სხეული არ გახწნილა ანუ როდესაც ადამიანი კვდება ის იშლება სტიქიებად ხო ასეა ჩვენ რისგან შექმნა ღმერთმა მიწის წვერისგან შექმნა. და ადამიანი გადის მე ზოგი ძვალი ყველაზე მეტად დიდხან ძლებს მე. ჩვენ საბოლოოდ ჩვენი ბოლო, ჩვენი ხორცის ბოლო არის მტყատ ქცევა, იმიტომ ტრის გამო შექმნილები რა. მაგრამ მაცხოვარი სტიქიებად არ დაშლილა. ის აღდგა მესამე დღეს არის უხწნელი და ჩვენ ვიცით რომ ოდესაც მაცხოვარი ჯვარზე გაეკრა ხორცით, შემდეგ მისი კაცური სული აღესრულა რა ის ჯვარზე ჩადის ჯოჯოხეთში ამსხვევს ჯოჯოხეთის ჭეებს სიმბოლურად ვთქვათ იქ იმ ხალხს ვინც ელოდებოდა იმ სულებს ქადაგებს ამოყავს მომლოდენი მაცხოვრის მოსვლისა ჯოჯოხეთიდან და შეყავს ისინი სამოთხეში პირველი ვინ შევიდა სამოთხეში მაცხოვრის სიტყვის მიხედვით ავაზაკი რომელიც მის მარჯვენით იყო გაკვილი და რომელიც მომიხსენ უფალოდ ეს მოხვიდეს უფლებითაში და დღეს ჩემთან იქნების პირველი ვინ შედის სამოთხეში ვინც უბრუნდება ედემის ბაღს ვინ არის ავაზაკი მონანული ავაზაკი ასე რომ თითოეულ ჩვენთაგანს უნდა გქონდეს იმედი რომ ღმერთი შეგვიწყალებს ამისათვის აუცილებელია სინანული გულწრფელი სინანული ეკლესიასთან ერთობაში ყოფნა და გულწრფელი სინანული და ღმერთის მრავალმოწყალების მოიმედენი იქნება და ჩვენს შეგვიყვანოს თავის მარადიულ დიდებაში ხო რომელსა იგი სხვასა ადგილსა იტყვის არა ხო ეს ავიგეთ რამე თუ დავით ნათესავსა შინად აქ ახლა საუბარი ზოგს ეგონა რომ დავითი ფსალმუნში დავითი საკუთარ თავზე საუბრობს მაგრამ ეს ხო არ არის დავითი მოგდა საფლავათაც დაიდო გაიხსნა და მისი ესე იგი სხეული მთვათაც გადაიქცა ხო ხოლო რომელმა ღმერთმა აღადგინა არა იხილა განსახსნელი როგორც გითხარით მაცხოვარს არ უხილია განსახსნელი უწყებულ იყავ ესე თქვენ და კაცნო ძმანო რამე თუ ამის მიერ თქვენ მოტივებად უდოდი გეხარებთ და ყოველთა მათგან რომელთა ვერ უძლეთ შულით ამით მოსესი და განმართლებად ამის მიერ ყოვლისა რომელსაც მე განმართლები და ნახლამით კიდე 39 მუხლით ჩვენ ვგებულობთ და ასეც არის ახლა ეკლესიის სწავლებით წმინდა წერილის დამყარებით რომ ძველი შული ადამიანს ვერაცხონებდა ძველი შულის ყველა ადამიანი ცოდვილი თუ მართალი წოდებული ყველა ჯოჯოხეთში მიდიოდა განმართლება და სასუფეველი მაცხოვრის მოსვლის შემდეგ მოგვეცა ჩვენ მოგვეცა შანსი რომ შესულიყავით სასუფეველში. იხილეთ უკვე მოიწიოს თქვენზე და თქმულიგი წინასწარმეტყველისაში და ვითარნით. იხილეთ შეურაცხყოფელთა მაგათ და გიკვირდინ და განირყვენენით. რამე თუ საქმესავით მე დღეთა თქვენთა საქმეს რომელიც არ აღწმენეს უკვე თუ ვინმე გითხრას თქვენ. დავითაც ეგულებოდა მათ განსვლა შესაკრებელისა ღურიათაისა ხლოსვიდეს მათ წარმართინდა ევედრებოდეს მერმისაცა შაბათსა ხრობთ მათ სიტყვა დამად. ანუ იქ კი იყვნენ ისრაელელი და ღვთისმოშიშები და სწორედ იმ ადამიანებიც ღვთისმოშიშები იყვნენ. მესიას ელოდებოდნენ, თხოვეს ისევე პავლე მოციქულსო, კიდევ ერთხელო მოდიო და კიდევ ერთხელ გვესაუბრებო, ხო? და ჩვენ შემთხვევაშიდაც ხო ასე არის, როდესაც ჩვენ თვის წმენაზე ვესაუბრებით ადამიანებს, არის ადამიანთა კატეგორია, რომელიც მოგისმენს და მაცხოვარს აქვს შედარებული, ხო იცით ახლა. ზოგი ადამიანი ეგონება კლდეს, ხო? რომელსაც არ უნდა დათესო, არაფერი არ ამოდის, იმიტომ რომ ფესვი არ აქვს, ხო? ზოგი არის ამწუთისოფლის ამავე საქმეში ჩაფლული, იცის ღვთის სიტყვა რა არის? მიდის მის გულში, მაგრამ შფოთი წუთისოფლის ამოს სოფელში რაღაც ნეტარება და სიტყვების გამო ავიწყდება ღმერთი და ეკალბარდებში რო ვერ გაიზრდებაო ის ჯიჯილია ესე ასე არის ზოგი მაგრამ ზოგი ადამიანი რომელიც ნოყიერი ნიადაგია რომელსაც აქვს სწრაფვა ღმერთისკენ რომელიცაც რო ეტყვის სიტყვას ღებულობს ღვთის სიტყვას და მე ნელ-ნელა მოგცემს უამრავ ნაყოფს და ასეთი ადამიანები სამწუხაროდ არ არის ბევრი ხო ასე რომ ასეთი მცირე ნაწილი რომელიც პავლეს მოციქულის ქადაგებას მოусმინეს იმათ კიდე თხოვეს რომ იქნებ კიდევ მოხვიდე და გვესაუბრო და ვითარცა განუტევეს კრებული იგი მისთევს მრავალი ხურიათაგანი და მოწმენთ ამათ წირთაგანი პავლეს და ბარნაბას ხოლო იგი ეტყოდეს მათ და არწმუნეთ კიცეთ დადგმობთ მათაცა მათ ზედა ღვთისასა და
მერმესა მასშაბასა კნიღა ყოველ რიგი ქალაქის შეკრებას მენა სიტყვასა მოსუფლისასა. და ამის შემდეგ ეს ინფორმაცია ხო გავრცელდა, რომ ესეთ ორი ადამიანი მოვიდნენ, პავლე მიქადაგა და პავლეს ქადაგება ისეთი მადლიანი იყო, ხო? გავრცელდა და ყველამ გაიგო, ხო? ეს ინფორმაცია ყოველ მაშინ ახლა არისო ის გაჯეტები დღეს ახლა მთელი ახალგაზრდობა რო არის დაკავებული და მარტო არ ახალგაზრდობა, ხო ასე რა. დღეს ახლა მასწავლებლები იყვნენ შეთან მოსულები და ერთი კითხვა დავუსვი ხარ ცოტა გადახვევა გამომივა, მაგრამ საინტერესო მომენტია მე ახლა ჩემი დაკვირები და გამომდინარე ასეთი დასკვნა გავაკეთე და იმ ადამიანთან გადავამოწმე რომ ახალგაზრდები შენელებულები არიან რაღაცა რა. რაღაცას რო ყველას არ ეხება, მაგრამ უმრავლესობას ძალიან ნელა რეაგირებენ რაღაცაზე. ძალიან ძნელად გებულობენ, ძალიან უჭირთ მოტანა ინფორმაციის. ანუ რო ეკითხები რაღაცა შეიძლება ფიქრობენ, მაგრამ შენამდე რომ მოიტანონ, უჭირთ ეს, ანუ ის ნაფიქრალის სიტყვიერად გადმოცემა ძალიან უჭირთ. ხო და მეთქი რა არის? ეს ასე მიჩვენება თუ ასეა და ის მასწავლებლებია, საშუალო სკოლის პედაგოგები არიან და მითხრეს რომ ბავშვები ძირითადად ასეთი არიან, რა. და მიზეზიც მითხრეს. ძირითადად ბავშვები არიან დამოკიდებულები ეგრეთ წოდებული გაჯეტებს როძახიან, მობილურები, კომპიუტერებზე ასეთ და სულ ამას იყენებენ. და ასეთი ხშირი გამოყენება იწვევს პრობლემას, კომუნიკაციის პრობლემას სხვა პიროვნებებთან. ანუ ბავშვები ერთმანეთს ასე მითხრეს იმასწავლებლებმა რა, ახლა მე ყველაზე კი არ ვამბობ ასე იქნება, მაგრამ ნუ მე ჩემი შეხედულება უთხარი და მე თვითონ იმათა განავსეს რომ ბავშვებს ერთმანეთს რაღაცა რო უნდა უთხრათ, წერენ ერთმანეთს. ანუ კი არ ესაუბრებიან ბავშვები ერთმანეთს. გამიგეთ? ეს იწვევს გაუცხოებას. მაგალითად, ახლა ჩვენ ბავშვობაში ახლა ჩემი ბავშვობა არაფრით არ იყო გამორჩეული, იყო ჩვეულებრივი ბავშვები იყო, როგორც ახლა არის. მე ასე მგონია, დღევანდელი თაობა მეტად განვითარებული უკეთესია ვიდრე ჩვენ. მე ასე მგონია, მაგრამ ერთი პრობლემა არის, რომ უბრალოდ ერთი დადებითი რაც იყო ძველად, ჩვენ დილიდან საღამომდე სკოლაშიც კარგად ვსწავლობდით, მაგრამ მიუხედავად ისა, სკოლის გაკვეთილების სწავლის შემდეგ მთელი დღე საფეხბურთო მოედანზე ვიყავით, ბურთდავდებით, გუგები რაღაცას თამაშობდნენ და დღეს უკვე მოედნები, ახლა ვერ ვაკვირდები ხოლმე, ძირითადად სულ ცარიელია. საღამოობით არა ზაფხულზე ხანდახან თუ გამოდი. ჩვენ ახლა დილიდან საღამომდე როცა გვეცალა ზამთარი იყო თუ ზაფხული, სულ გარეთ ვიყავით რა. გარეთ ქუჩაში ვიდექი და ახლა შეიძლება იყო მომენტი რაღაცაზე იდექი ახლა იქ მოსახლეში, მაგრამ ვამბობ რომ პიროვნებათა შორის ურთიერთობა უფრო კარგი იყო. უფრო მეტად ვსაუბრობდით. მე ახლა მაგალითად ეპისტოლარული ჟანრში ახლა ვერ ვარ დახვეწილი, ამიტომ მიჩვენე ადამიანს პირადად ვისაუბრებ. ვიდრე ახლა ასე წერილები ვწერო. გამიგეთ? და დღეს ეს პრობლემაა. პიროვნული ურთიერთობა ადამიანებთვის თან ერთმანეთთან საუბარი ძალიან გაჭირებულია, ძალიან ჭირს რა. ძალიან ჭირს ახლა ყველას არ ეხება ეს, მაგრამ ძირითადად ასეა. ბავშვებს ერთმანეთთან ურთიერთობა უჭირს. განსაკუთრებით ახლა დიდ ქალაქებში. სოფელში შეიძლება ეს კიდე არ შეიმჩნევას. დიდება უფრო ჯერჯერობით და დიდ ქალაქებში სერიოზული პრობლემა არის ეს. და მოკლედ მაშინ ინფორმაცია იმ შესახებ რომ პავლე მოვიდა, გავცედა მთელ ქალაქში და მთელი ქალაქი მოვიდა რომ მოესმინა ამ დიდებული ადამიანისთვის. ხოლო იხილეს რა იხურიათ ამათ, ანუ წინა წერილში ხო წერია რომ პატარა საფუარიო თელ ცომს აფუებსო. ასე არის მცირე ადამიანი რომელიც შესაძლებელში გაიგეს პავლეს სწორი სიტყვა, ეს სიტყვა გავრცელდა და მთელმა ქალაქმა გაიგო რა. ხოლო იხილეს რა ხურიათ ამათ ეგოდენ იგიერი, აღივსე შურითა და ხტომ აღუდგეს სიტყვასა პავლესა და ხმოვდეს მათ და რო დაინახეს. ღვთის მტრებმა, ქრისტეს ჯვარცმელებმა რომ პავლეს სიტყვის გამო მთელი ქალაქი შეიკრიბა, რა გააკეთეს? გადაწყვიტეს რომ პავლე რაღაცნაირად დაეზიანებინა. დღესაც ასეა, როდესაც დაინახავს ვიღაცა, ეს დაინახავს ეშმაკი. ალეთი ადამიანი მეუბნებოდა, რომ გადაწყვიტე რომ დაიწყო მარხვა. ეს ახლა ზოგადი სურათია, როდესაც ადამიანი რომელიც არ დადიოდა ეკლესიაში, დაიწყოს ეკლესიაში სიარულს, როგორი ბრძოლა ეწყება. რომ დაიწყე ლოცვის კითხვა, მაშინ მოვიდა საშინელი აზრები. მაშინ მოდის ისეთი საშინელი აზრები, რომელი აზრების რომ შეხედავს ადამიანი, ფიქრობს ღირს კი ჩემი ლოცვა და რატო ხდება ეს? ეს იმიტომ ხდება, რომ ეშმაკმა დაინახა რომ ეს ადამიანი იყო ჩემ ხელში და მე ხელიდან მისხლტება ღმერთთან გადადის. ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი, როდესაც ადამიანი ღმერთს ესაუბრება, მაშინ აწვდის საშინელ აზრებს, რომ ადამიანი ისევე საკუთარ მოკლედ სტომაქში განათავსოს და ღმერთს დააშოროს. და ამ შემთხვევაში ადამიანმა ხელები
არ უნდა ჩამოუშვას, პირიქით უნდა გააგრძელოს ბრძოლა და უნდა მიხვდეს რომ ის რასაც აკეთებს, სწორია, იმიტომ რომ უნდა დაინახო ამით რომ ეშმაკს არ უნდა შენი ხელი ნაგეშვება. ეს არის. ხო და განიცხადა ამის შემდეგ აი ესეთი ადამიანები იყვნენ ის ხალხი რომელიც ღმერთს ფრობდნენ რომ პავლეს წინააღმდეგ გადაწყვიტეს რომ ხალხი აიმხედრებიათ. განიცხადეს ბარნაბა და პავლე თქვენ თქვენ და ჯერ იყო პირველად ხმა სიტყვა ეს ღვთისაი, ხოლო ვინაიდან განიშორებთ მას და აღარა გისგიჟიან თავით ისი ცხოვრების საკუთრის ახა ესე რა მივიქცევით წარმართთან მიმართა რომ დაინახეს ამ ხალხის წაქეზებით ამ ხალხის მეცადინეობით შეიძლება რაღაცა საფრთხე მოწეოდათ მათ თავზე პავლე მოციქულმა უთხრა რომ ახლა ჩვენ წავართო თქვენ არ გინდათ ღვთისიტყვის გაგონება ჩვენ წავართ წარმართებთან იმ ადამიანებთან ვისაც უნდათო ღმერთის შესახებ უწყება. რამე თუ ესე მამცნო ჩვენ უფალმა ვით არ მე დაგადგინე შენ ნათლ წარმართა რაითა იყო შენ მაცხოვრად კიდით კიდენული ქვეყანისა. და პავლე მოციქული ასე სიტყვებს ეუბნება რომ ღმერთი მოსული არის არა მარტო ებრაელებისთვის, არამედ ყველა ადამიანისთვის. ეს იცოდეთ რომ ჩვენ რაღაცა და გვაქვს 3000 წელზე მეტი ისტორია. არ უნდა იფიქროთ ჩვენ ვინმეზე უკეთესები ვართ. რა თქმა უნდა ჩვენ უნდა გვიყვარდეს ჩვენი სამშობლო და ჩვენ მართლა დიდებული ერიშვილები ვართ. და ჩვენ უნდა დავაფასოთ ეს, მაგრამ ჩვენ ასევე უნდა გვიყვარდეს ყველა ადამიანი. მიუხედავად ამისა, მეტიც ღირსეულობა სწორედ იმეში მჟღავდება და შენი დიდებული წარსულის პატივისცემად იმ შემთხვევაში ხარ, თუ შენ ყველა ადამიანი გიყვარს. ხო? და ეს უნდა ვიცოდეთ ყველა კიდე ჩვენ რა გვიყვარდეს. ჩვენი ერი, ჩვენი ისტორია, ჩვენ ვცდილობდეთ ჩვენ შვილებს დიდებული მომავალი აუშენოთ, მაგრამ ამასთან ერთად ამან არ უნდა ქედმაღლობაში არ უნდა ჩავგდოს დაპარტონებაში. ესე რა ესმოდა წარმართ და უხაროდა და ადიდებდა სიტყვას ამას უფლისასა და რწმენა რაოდენიცა იყვნეს დაწესებულ ცხოვრებას საუკუნოსა და მიმოეფენებოდა სიტყვა იგი უფლისაა ყოველსა ზედამას სოფელსა ხოლო ღურიათ ამად განარისხებს სახურნი იგი დედათა აზნაური და თავარ იგი მის ქალაქისაა აღადგინეს დევნაი პავლეს და ბარნაბას და განდევნეს იგი საზღვართა მათი წარმოიდგინეთ ჩვენ წინააღმდეგ ახლა თუ ვინმე რამე სიტყვის მოდელებს თუ ჩვენ გაგულანძღებენ და გვაგინებენ უარგუმენტოთ ახლა თუ რაღაცა ადამიანის საფუძველი აქვს და ასე შემდეგ ამაზე არ ვსაუბრობ, მაგრამ ძირითადად ეკლესიის წინააღმდეგ უსაფუძვლო გამოგონილი ბრალდებებია და ეს არ უნდა გაგვიკვირდეს. ახლა პავლე და ბარნაბა გამოყარესო ქალაქიდან. ხალხი, რომლებიც ახლა სასწაულებს ახდენენ და ჩვენ ახლა მათთან შედარებით ვინა ვართ. ხოლო მათ განიყარეს მტვერი, ფერხთით და მათით ამაცი და მივიდეს იკონია და მოწაფენ იგი აღივსებოდეთ მადლითა და სულითა წმინდითა. ამის შემდეგ პავლე და ბარნაბამ რა გააკეთეს? სიმბოლურად მტვერი დაიფერთხეს ანუ მათ თქვეს რომ ჩვენი გავაკეთეთ დანარჩენი თქვენზე იმიტომ რომ ადამიანის ხონება არ არის მარტო ღმერთზე დამოკიდებული ღმერთს უნდა ყველა ადამიანის ხონება მაგრამ ადამიანი და ცხონდეს ამისათვის ადამიანის ნებაც არის საჭირო ასე ამბობენ რომ ორი ენერგიის გაერთიანება საჭირო სული ცხონებისთვის ღვთაებრივის და ადამიანის ამას სინერგიას უძახებენ ხო ღმერთს კი უნდა ყველა ჩვენთაგანი ცხონება მაგრამ თუ ჩვენ არ შემოუშვით უფალი გულში თუ ჩვენ ამას არ დაუჯერეთ ღმერთი მოძალადი არ არის და ძალით არავის ასად არ მიყვარს ასე რომ დასრულდა მე-13 თავი და ღვთის შეწევნით მე-14 თავს როცა დრო იქნება მაშინ წავიკითხოთ და მცირე განმარტებითაც გავაკეთებთ